დღეს გავეცნობით ძველი ბერძნული ხელოვნების იმ ეტაპს, რომელიც ცნობილია მკაცრი სტილის სახელით, ანუ მეორენაირად ადრეული კლასიკის ხელოვნებას, რომელიც მოიცავს 490-450 წლებს. ამ ხელოვნებაზე ლაპარაკს დავიწყებთ მრგვალი ქანდაკებით. ყველაზე უფრო კაფიოდ ცვლილებები, ის დიდი ნახტომი, ის დიდი ნაბიჯი, რაც არქაული პერიოდის შემდეგ მოხდა ბერძნულ ხელოვნებაში, ალბათ პლასტიკაში ჩანს. ადრეულ კლასიკას, მკაც სტილს შეიძლება მეორენაირად ვუწოდოთ პროლოგი ბერძნული კლასიკური ხელოვნებისათვის, რადგანაც ამ პერიოდში შემზადდა ყველა ის მხატვრული პარამეტრები, რომელიც შემდგომ კლასიკურ ხანაში ესე თვალნათლივ წარმოჩნდა. ამ სტილისათვის დამახასიათებელი ნიშნები ძალიან კარგად ჩანს ქერა ბიჭის თავით ცნობილ პორტრეტზე, სკულპტურულ პორტრეტზე, რომელიც 480 წლით თარიღდება, ანუ ეს პერიოდი გახლავთ ბერძნულ-სპარსული ომის უშუალოდ შემდგომი პერიოდი. ეს გახლავთ ფრაგმენტი სკულპტურისა, ქერა ბიჭი, ეს დასახელება მომდინარეობს იქიდან, რომ თმაზე შემორჩენილია ყვითელი ფერის საღებავის ნაშთები და თავის დროზე ყვითელთმიანი ყოფილა ეს ჭაბუკი. ეს მარმარილოს თავი ნატურალურ ზომას უახლოვდება და მგონი თქვენც ადვილად შეამჩნევთ, როგორ კარდინალურად განსხვავდება არქაული კუროსებისაგან ეს პლასტიკური ნაწარმოები. უპირველეს ყოვლისა დაიკარგა ის ხისტი, ფრონტალური, გაშეშებული პოზა, როგორც ხედავთ, ყმაწვილს ოდნავ თავი მობრუნებული აქვს და გადახრილი აქვს მარჯვნივ. საინტერესოა, რომ თავი უკვე არ არის რაღაც კუბური მოცულობის, უკვე გამოიყოფა თავის ქალა და სახე, უკვე ხდება დიფერენციაცია. ხედავთ, რომ ნაკვთებიც უფრო უახლოვდება რეალური ადამიანის ნაკვთებს და რაც მთავარია, აქ ჩნდება ინტერესი ადამიანის ფსიქოლოგიური ხასიათის გახსნისადმი. დიდი თვალები, მოკუმული პირი აშკარად აჩენს სურვილს გადმოსცეს ყმაწვილის განწყობა, მისი ოდნავ სევდიანი გამომეტყველება სულიერი მდგომარეობის გამოხატულებას წარმოადგენს. ამ პორტრეტში აშკარად შეინიშნება მცდელობა ინდივიდუალური ნიშნების გადმოცემისა. ოდნავ მძიმე ნიკაპი, დაბალი შუბლი, რომელსაც ქოჩორი ეფინება, სახასიათო ტუჩის მონახაზი, კლასიკური ფორმის ცხვირი, ოდნავ სევდიანი და ჯიუტი გამომეტყველება. ეს ყველაფერი ახალი ნიშნებია, რომელიც მკაცრი სტილის ქანდაკებებში გვხვდება. გარდა ადამიანის შინაგანი სამყაროს გადმოცემისადმი გაზრდილი ინტერესისა, არქაულ ქანდაკებასთან შედარებით უფრო ამოძრავებულია მკაცრი სტილის პერიოდის ქანდაკებები. ეს ჩვენ თვალწინ არის ახლა ეგრეთ წოდებული კრიტიოსის ბიჭი, 480 წლით დათარიღებული. კრიტიოსი იყო ბერძენი მოქანდაკე და მკვლევართა ფიქრით სწორედ მას ეკუთვნის ჭაბუკის ეს ფიგურა. მოდით ვნახოთ ახლოდან, თუ როგორ გამოიყურება ეს ბიჭი სხვადასხვა მხრიდან, წინხედიდან, გვერდხედიდან, როგორც ქერათმიანი ბიჭის შემთხვევაში, აქაც ხედავთ, რომ ის მკაცრი სიმეტრია დარღვეულია, სიმძიმე გადატანილია ცალფეხზე, როგორც ხედავთ, და ის ბალანსი ტანის ორივე მხარისა დაირღვა, ოდნავ ამოძრავებულია ფიგურა. ხედავთ, რომ სხეულის მოცულობები, სხეულის ცალკეული ნაწილები
უკვე როგორ სკულპტურულად მოცულობითად არის გადმოცემული და დაახლოებული რეალური ადამიანის ფორმებთან. თუ შევხედავთ სახეს და ვინახავთ, რომ ქერათმიანი ბიჭის სახის ტიპთან საკმაოდ ბევრია მსგავსება, ანუ ეს ნუშისებრი დიდი თვალები, სწორი ცხვირი, მსუქანი ბაგეები, დაბალი შუბლი, რომელზეც ქოჩორი ეფინება, ეს ის ნიშნებია, რომლებიც დამახასიათებელია მკაცრი სტილის ქანდაკებისათვის. შევხედოთ კიდევ ერთი ბრინჯაოს მეეტლე დელფოდან, ვნახავთ, რომ იგივე ტიპი, სახის ტიპი, იგივენაირი სახის ნაკვთებით ხასიათდება ეს ბრინჯაოს მეეტლეს ქანდაკებაც. მარმარილოს ქანდაკებების გარდა ამ პერიოდში ვრცელდება და განსაკუთრებით პოპულარული ხდება ბრინჯაოს ჩამოსხმული ქანდაკებები და დელფოში აღმოჩენილი მეეტლის ეს ქანდაკება არის ერთ-ერთი ალბათ უმშვენიერესთაგანი ქმნილება ბერძნული ხელოვნებისა და ალბათ არა მარტო ბერძნული ხელოვნებისა, მთელი მსოფლიოს ქანდაკების განვითარებაში ამგვარი სილამაზის, სრულყოფილების ფიგურა იშვიათად თუ მოიძებნება. ბრინჯაოს მეეტლე 474 წლით თარიღდება და შექმნილი არის სკულპტურული ჯგუფისთვის სატაძრო კომპლექსის შესასვლელში განთავსებული. ეს სკულპტურული ჯგუფი დღევანდელ დღეს დაკარგულია და მხოლოდ ეს ერთი ფიგურა შემოგჩა საბედნიეროდ. ეს გაახლავთ რეკონსტრუქცია, ნაპოვნი არის ცალკეული დეტალები, ცხენის აღჭურვილობა, ცხენის ფეხები და სავარაუდოდ ამგვარად გამოიყურებოდა ეს სკულპტურული ჯგუფი 4 ცხენს შებმული ეტლი, ეგრეთ წოდებული კვადრიგა, რომელსაც მართავდა ჭაბუკი, სავარაუდოდ დელფიურ თამაშებში გამარჯვებული ათლეტი, გამარჯვებული მეეტლეს უნდა გამოსახავდეს ეს ქანდაკება.